მუშაობას განაგრძობს Real TV საინფორმაციო სამსახური. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 13 საათზე. კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები საქალაქო სასამართლომ დღეს 2.383.097 ლარი დააჯარიმა. საქმე ეხება მენეჯმენტ სერვისის მიერ საკუთარი სახსრებით ქართული ოცნების ოფისებში ჩატარებულ 476.614 ლარის სარემონტო სამუშაოებს. კონტროლის პალატის ინფორმაციით გარემონტებული ოფისებით დღემდე სარგებლობენ კოალიციის სუბიექტები: რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. კონტროლის პალატამ მენეჯმენტ სერვისის საქმიანობა უკანონოდ შემოწირულობად ცნო. ქართული ოცნების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს 2.383.097 ლარის ჯარიმა დააკისრა. კონტროლის პალატის მოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ მენეჯმენტ სერვისმა საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 466.614 ლარისა და 51 თეთრის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კოალიცია ქართული ოცნების საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები. მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით შპს მენეჯმენტ სერვისის მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობაც ცნო. პოლიციის მოხსნების ფაქტზე დაკავებულია კოალიცია ქართული ოცნების და ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების აფხაზეთის ორგანიზაციის წევრები ირაკლი პერტენავა და ზურა ფიფია. აღნიშნულ პირებს სამსახურებრივი უფლება მოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი. პოლიციელ კახა ბაღათურიასთან საუბარში დაკავებულმა ფიფიამ, რომელიც სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელია, ფინანსური ანაზღაურების და უსაფრთხოების სანაცვლოდ მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. Я приехал вчера, я объездил весь Сибирь. Понимаешь? Моя группа заранее едет и работает. Потом едут кейсы, потом едут политики, и они потом ведут без этого. Анализ даю я. Где с кем как разговаривать? Это расскажи. Я сам шел. Техника надо как-то разбираться. Это Мухария. Мухария очень недавно информация. Я же посылал. Я охранил серьезную информацию. Я могу пойти на многое. Пускай никто не скажет, что кстати, залагивали эту систему, и мартива хутианс. Согласен, когда их кайфули, что как снуть в любой ситуации. Так элементарно, мне даже не расскажу. Это дают 10 штук сегодня. И ты мне завтра скажешь, не завтра, а послезавтра. Ты не выкупишь этих всех, кто вам за спиной стоят. Ai informaționși random să de situație. Ai urmă și nu mi-a zis că ai rahat ai șentus la magari mogiu. Când mi mogiu magari nu nici magari să am informație nu știu, este cât hadre da. ისინი ჭკვიანური მოი
ფიქრობ, ამრები და ისინი ტექნოლოგიაში რამხელა ინფორმაციის შეიძლება დაამბები. და უბრალოდ რაღაცებში გაკეთებული. ერთ შეიტანს კაც. რელოკი და გასაგები და აი ეს რაღაცა ჩამოდაჭებული ეს წამოდი რა გონდა მის. ხო ეხა ეს ბაზარი არის რა ხამას მე დავილაპარაკები ამას. და მე ეხა თათბილდა ისინი იმიტომ და ეხა შეიძლება სხვა ეხა გამოყო 5000 და 2000 მე დაგეჭირეს დამბრალია და როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ისინი დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდაზვერების დეპარტამენტის ოპერატიულ თანამშრომელს კახა ბაღათურიას და სთავაზობდნენ მას ფულად ანაზღაურებას და უსაფრთხოების გარანტიებს სამინისტროდან ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ეს ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ. სამწუხაროდ მეორე ფაქტია ბოლო 4 დღის განმავლობაში, როდესაც ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვის მცდელობას. ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. განათლების მინისტრის განცხადებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა საგამოცდო ცენტრი მზადაა. სასერტიფიკატო გამოცდები კი 2 ივლისს დაიწყება. წელს დაახლოებით 40,000 მასწავლებელი აბარებს გამოცდას. ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის თქმით, გამოცდები 19 ივლისს დასრულდება და ჩარიცხვებთან დაკავშირებული საბოლოო პასუხები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. ეცოდინება აბიტურიენტულად დამოუკიდებლად 35,000-მდე აბიტურიენტი აბარებს ერთიანი გამოცდას და ყველა ბავშვი იცის, რომ საქართველოში არის დაფასებული სწავლა და ისინი ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში, როგორც ყოველთვის რევოლუციის შემდეგ, გვარდების რევოლუციის შემდეგ, მხოლოდ თავისი ნიჭით, თავისი ჭკვით და თავისი შრომით. მე მინდა ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება. 8 საათზე უკვე იწყება რეგისტრაცია და ყველას მოუწოდებ, რომ არ დააგვიანონ რეგისტრაციაზე. გარდა ამისა, რამოდენიმე ტექნიკური დეტალი მინდა გავაცნო საზოგადოებას, რომ მაგალითად 7 საათზე იწყება უკვე მეთვალყურეების და კოორდინატორების რეგისტრაცია. სწორედ 7 საათზე მოვა ტესტები, დალუქული ტესტები დარიგდება იმ საგამოცდო ცენტრებში, სადაც მიმდინარეობს და დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა ეგრეთ წოდებული მაგნიცკის სია ერთხმად დაამტკიცა. კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელს მოაწერს. მაგნიცკის კანონის ამოქმედების შემთხვევაში მოსკოვის საპასუხო ზომებით იმუქრება. დღეიდან მოქალაქეებს ცხელი ხაზი 15:05 მოემსახურება. ჯანდაცვის მინისტრმა ცხელი ხაზი პირადად გახსნა. ოპერატორები მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირის ჩათვლით მოემსახურებიან. ცხელი ხაზის ნომერზე შესაძლებელია სახელმწიფო დაზღვევის, ჯანდაცვის ომბუდსმენის სამსახურის, პენსიის, სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება. დღეიდან ამოქმედდა 15:05 ჯანდაცვის სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეუძლია ყველა იმ საკითხზე, რაც სოციალური საკითხები იქნება, პენსიის დანიშნა, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები, თქვათ პაციენტის ურთიერთობა სამედიცინო დაწესებულებასთან, ყველა ამ საკითხზე ჩვენს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მხოლოდ ერთ ნომერზე 15:05-ზე დარეკონ ყველა ოპერატორიდან და ბუნებრივია მათ ჩვენი კვალიფიციური პერსონალი გასცემს პასუხს. ყველა დაზღვეულ მოქალაქეს შეუძლია მომართოს სამედიცინო მედიაციის სამსახურს. პირველ რიგში მომართვის შემთხვევაში მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფო სადაზღვეო პროგრამის მოცულობის შესახებ. ოპერატორი მიაწვდის დაზუსტებულ, დაკონკრეტებულ ინფორმაციას. დამწრობის ცენტრში 23 წლის ახალგაზრდა სხეულის 60%-იანი დამწრობით განაგრძობს მკურნალობას. დაზარალებული კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალგაზრდა ლეღვის ნახარშით დაიწვა და სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის გართულებების გამო პაციენტის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. პაციენტი 23 წლის გოგონა შემოვიდა ჩვენ კლინიკაში დღეს დროს გამთენიისას 3 საათზე. მან ლეღვის ფოთლების ნახარში ჩვენ და სამწუხაროდ წაისვა რუჯის მისაღებად. მდგომარეობა არის სტაბილური, მას აღენიშნება მთელი სხეულის 60% ქიმიური დამწრობა. მიუხედავად დიაგნოზისა, ამ მდგომარეობა არის სტაბილური.
სასამართლო მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგების პრეზენტაცია მერიოდში. შედეგები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა არასამთავრობო სექტორს, ადვოკატებს, საელჩოების წარმომადგენლებსა და მოსამართლეებს წარუდგინეს. კვლევა 2012 წლის მაისში ჩატარდა და ის საქართველოს 6 ქალაქს მოიცავდა. კვლევის მიზანი სასამართლოს მომსახურების საერთო დონის განსაზღვრა იყო. კვლევის ფარგლებში გამოკითხული 211 რესპონდენტიდან 85% სასამართლოს ენდობა. კვლევა ევროპის საბჭოს დაფინანსებით გამოყენებითი კვლევის კომპანიამ ჩაატარა. ამ კვლევის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო არა მხოლოდ თავად ჩვენთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. 5 ბალიან სკალაზე საქართველოს სასამართლო სისტემამ მოქალაქეებისაგან მიიღო 4.5 ქულა და კითხვაზე ენდობით თუ არა სასამართლომ საერთო ჯამში დაახლოებით 95%-მა თქვა რომ ისინი ენდობიან სასამართლოს. კოლორადოში ხანძარი მძვინვარებს 32,000 ადამიანი იძულებული შეიქნა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ხანძარი უკვე გავრცელდა კოლორადოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ზონაში, სადაც 10-მდე სახლი და სანატორიუმი დაიწვა. ნაციონალური სახანძრო სააგენტოს ცნობით, ასეთივე ძლიერი ხანძრის კერები ამერიკის კიდევ 8 შტატშია. ტროპიკული შტორმი დაატყდა ფლორიდის ყურეს ამერიკაში. შტორმმა 2 დღის შემდეგ აღმოსავლეთით გადაინაცვლა და შესუსტდა. 1000-მდე ადგილობრივმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ძლიერმა ნალექმა წყალდიდობაც გამოიწვია. წყლის სიმაღლე ფლორიდის ყურის ბულვარში 2 მეტრ ნახევარს გადააჭარბა. ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა თავის კოლეგას ბელორუსიიდან ალექსანდრ ლუკაშენკოს რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრისას ჩავესმა ხუმრობით ლუკაშენკოს ევროპის ბოლო დიქტატორი უწოდა. დახურულ შეხვედრაზე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. უგო ჩავესმა შეხვედრაზე საკუთარ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმსივნის მიუხედავად, რომელიც 1 წლის წინ მას დაუდგინეს, თავს მშვენივრად გრძნობს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება კანადაში, სადაც გასულ საღამოს სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა ჩრდილო ონტარიოში. 2 სართულიანი სავაჭრო ცენტრის ალგოს გრევას 1 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისათვის დაკარგულად კიდევ 3 ადამიანი ითვლება. ახალი ბრალდება ტურისტული კომპანია კარნივალის წინააღმდეგ. ექსპერტების აზრით, სამგზავრო ლაინერის კონკორდია სქემა, რომელმაც კუნძულ ჯილიოსთან კატასტროფა განიცადა, მიღებულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რამაც მისი გადაბრუნება გამოიწვია. ეჭობენ, რომ არც საევაკუაციო სისტემა იყო გამართული. ექსპერტების აზრით, მსხვერპლი, რომელიც 25 ადამიანს შეადგენს, სწორედ საევაკუაციო სისტემის არასწორად დაგეგმირებამ გამოიწვია. ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება დონეცკში დონბას არენაზე. ერთმანეთს ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი პორტუგალია დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალური მატჩი ხვალ ვარშავაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და იტალიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან. ეს იქნება ყველაზე რთული მატჩი მათ შორის, რაც აქამდე ჩაგვიტარებია. პორტუგალიელებს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მათი უმრავლესობა ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობს, თუმცა ჩვენი მიზანი ფინალში მოხვედრა და ტიტულის შენარჩუნებაა. ჩვენი მოწინააღმდეგე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მათთან თამაში უაღრესად რთული იქნება, თუმცა ჩვენ გვაქვს ამბიცია და мотиваცია გავიდეთ ფინალში. შემდეგ კი ტურნირის მოგებაზეც ვიფიქროთ. გასული 15 წუთის განმავლობაში თქვენ დაინახეთ რეალობა ჩვენთან ერთად. რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური 15 საათზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში.